მოგესალმებით. მე ვიდა ორი წუთი შევეხო თვითონ როგორ შეიქმნა ეს სამსახური. ეს სამსახური შეიქმნა მანივალის რეკომენდაციით. ეს არის ევროპის საბჭოს ყველაზე ავტორიტეტული სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს იმას, რომ არ ხდებოდეს ფულის გათეთრება და არ ხდებოდეს ტერორისტული საქმიანობის დაფინანსება. და შეიქმნა სწორედ ამ რეკომენდაციით და ამ რეკომენდაციით გათვალისწინებული იყო, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ეროვნულ ბანკთან და არცაც სხვაგან. ერთი მეტიც მანივალის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით და მე წავიკითხავ, ეს არის ეროვნული ბანკის დასკვიდან ამოღებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სარგებლოს ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის სათანადო ხარისხით და ამ კრიტერიუმით საქართველოს სრულად აკმაყოფილებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის ეგრეთ წოდებული FATF-ის 29 რეკომენდაციის მოთხოვნებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სამსახურის მუშაობა არის შეფასებული ძალიან პოზიტიურად და მიუხედავად ამისა, დღეს არის ცდილობა, რომ ეს სამსახური გამოეყოს ეროვნულ ბანკს. როდესაც ვსაუბრობთ ამ სამსახურის დამოუკიდებლობაზე, ხო რა გვესმოდეს რაზე არის საუბარი. ამ სამსახურის დამოუკიდებლობა არ არის, ხო რა დამოუკიდებლობა ზურა ჯაფარიძისგან ან კუკურისგან ან ვიღაცისგან, ხო? პირველ რიგში როდესაც დამოუკიდებლობაზე არის საუბარი არის დამოუკიდებლობაზე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ანუ ეხლა არის ცდილობა, რომ ეს სამსახური დაეკვირდებოდა სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლებას. ჯერ იყო ცდილობა, რომ ეს ყოფილიყო ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურის ქვეშ, ეხლა არის ცდილობა, რომ არა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ არ იქნება და იქნება მთავრობის ქვეშ. მთავრობაც არის აღმასრულებელი ხელისუფლება, ამიტომ პრინციპი, რომ ეს სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ირღვევა. მეორე, მთავარი პრინციპი, რომელიც ირღვევა, არის ის, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა აღარ იქნება გარანტირებული. ამჟამად ეს სამსახური არის ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი. თუ ის გადავა აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მათ შორის თუ იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში, ის გადავა საბიუჯეტო დაფინანსებაზე. და ამით ირღვევა მეორე მთავარი პრინციპი, რომ აღარ იქნება ფინანსური ავტონომია უზრუნველყოფილი. ბატონი დავითი პრინციპში ეს პარლამენტი შეიქმნა მაშინ, როდის არის დაკავებული ეროვნული ბანკის გამოშიგვნით, ანუ სხვადასხვა ფუნქციების შემორთმევით. მე შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს უკვე გამოეყო ფასიან ქაღალდებზე ზედამხედველობა, ეროვნულ ბანკს გამოეყო საინვესტიციო ფონდებზე ზედამხედველობა, ეროვნულ ბანკს გამოეყო სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველობა. პრინციპში არც ერთ ამ სამსაკისზე უმცირესობას მაინც განსაკუთრებული პრეტენზია არ გამოგვითხრა. მე ვსვავდი კითხვებს, თუ რატო არის ეს აუცილებელი, ვერ მივიღე დამაკმაყოფილი პასუხი, მაგრამ არ ჩამითვლია არც ერთხელ, რომ ეს იყო კატასტროფა, ეს დაანგრევდა ან ეროვნულ ბანკს, ან დაანგრევდა რაღაცა სისტემას. დღეს რაც ხდება, ეს დაანგრევს სისტემას, კონკრეტულად ფინანსურ ინსტიტუტებზე ზედამხედველობის სისტემას და ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ ვხმაურობ ჩვენ ამდენს, თორე ამაზეც არ ამოვიღებდით ხმას. თავარი რაც არის რომ არანაირი საფუძველი რომ ეს სამსახური გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან რეალურად არ არსებობს. გუში რაც მოვისმენთ არგუმენტი ბატონი დავითისგან არის ის, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციების ჩამონათვალში ამ კანონშიო ბოლოს ეწერა ეს ვარ ბოლოს არისო მიწერილიო და ამიტომ საჭირო არ არის და მოდი წავშავათო. ან ლოგიკურად ეხლა რაც დარჩება ამის ამოღების შემდეგ ბოლო, შეგვიძლია მე იმას მივადგე და ის წავშავო და საბოლოო ჯამში ეროვნული ბანკი საერთოდ უფუნქციოდ დავტოვოთ. პრინციპში გუში ბატონმა დავითმა აღიარა თავარი მიზანი რაც არის, მან თქვა, რომ თუ რაღაცა პრობლემა არის, ანუ რაღაცა დარღვევა რომ აღმოჩნდეს, რომ ამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ აქვს ბერკეტი, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს და ეს სწორი არის. სინამდვილეში მას არ უნდა ქონდეს არანაირი ბერკეტი, ან სამსახურის ფუნქცია რომ დააკვირდეს, თუ ნახავთ სადღაც არსებობს რაღაცა რისკები, ან მოხდა რაღაც საერთო გადარიცხვა, შემდეგ ეს სამსახური უნდა აწვდეს შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და შემდეგ სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა, რომ ჩაერიონ და რაღაც რეაგირება მოახდინონ და არა ამ სამსახურის არ არსებობს ესეთი საერთაშორისო გამოცდილება, რომელზეც ბატონი დავითი საუბრობდა, რომ ყველგან ესე არის, არ არის ყველგან ესე. საერთაშორისო გამოცდილება არის ძალიან მრავალგვარი, მათ შორის ევროპული გამოცდილებაც არის ძალიან მრავალგვარი, არის ქვეყნები, სადაც არის ეს აღმასრულებელი ქვეყნები ხელისუფლების ქვეშ და ეს არ არის პრინციპში სწორი და არის სადაც ძირითადად ცენტრალურ ბანკთან არის, სადაც ნაწილობრივ ცენტრალურ ბანკთან არის, ნაწილობრივ საერთოდ გარეთ არის. ამიტომ აპელირება საერთაშორისო გამოცდილებაზე არარელევანტურია. გვაქვს რეალობა, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა არის წინააღმდეგი ამ ცუდების. ხო, ბიზნესი წინააღმდეგია, აფიქსირებენ პოზიციას, სამოქალაქო საზოგადოება ცალსახად წინააღმდეგია და არსებობს მაგათა საერთაშორისო გამჭვირვალობის კონკრეტული დასკვნა ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული მითითებები, თუ რატო არ უნდა მოხდეს ეს. წინააღმდეგია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თვითონ ეროვნული ბანკი არის წინააღმდეგი, ანუ ყველა დაინტერესებული ხარ, თუ კი ვინმე შეიძლება არსებობდეს, ყველა იზახის რომ ეს ცუდება არის არასწორი, ერთადერთი ვინც ამოსვეს არის სწორი ცუდება არის ბატონი დავითი, რომელიც როგორც ჩანს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ პრობლემა არ არსებობს
როგორც თვითონ თქვა ამ სფეროში და ყველაფერი კარგად ხდება, მიუხედავად ამისა, მაინც აი ზის და საღამოობით ფიქრობს, რომ არა ეს მაინც გასასწორებელია და სხვადასხვა ინსტიტუტებზე ფიქრობს ევროპაში როგორ არის დაალაგებული, რომ აი ყველაფერი ისე დაალაგოს, როგორც ევროპაშია. რაც უბრალოდ არადამაჯერებელია და მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ამ ცვლილებების უკან დგას რაღაც სხვა მიზნები. მათ შორის ის თუ როგორ მოხდა ამის ინიციება, რომ პირველად საუბარი იყო ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ელექტრონულად გადატანაზე და ეხლა ხდება მთავრობის დაქვემდებარებაში გადატანა, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად მთავრობა სურს ამაზე კონტროლის აღება. მეტიც აქ არ არის საუბარი მთავრობის კონტროლზე, არამედ უფრო ზუსტად ვიქნებით საუბარი არის იმაზე, რომ ერთ კონკრეტულ რუს ოლიგარქს სჭირდება, რომ დაამყაროს ტოტალური კონტროლი საქართველოს მოქალაქეებზე და ეს არის გაგრძელება ამ ცდელობების ტოტალურ მოსმენებს, ტოტალურ თვალყურს ემატება იცის, რომ იქნება ეს ამ ოლიგარქს ექნება ტოტალური კონტროლი საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ გადარიცხვებზე, რაც არის სერიოზული პრობლემა და მათ შორის პრობლემა არის სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. თუ ეს ასე არ არის, ამის მარტივი ტესტი არსებობს. ამის ხისებულება იცით ბატონმა დავითმა განაცხადა, რეალურად ამ სფეროში დღეს არანაირი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერი არის ნორმალურად, არანაირი პრობლემები არ წარმოქმნია მასთან დაკავშირებით, რომ ამ ფინანსურ მონიტორინგის სამსახურმა რაღაც საქმე ვერ გააკეთა. მათ შორის არ ყოფილა პრობლემა მასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადოს ან რომელიღაც სხვა სახელმწიფო სტრუქტურას დააჭირდა რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ვერ მოიპოვა. უბრალოდ ხდება პრინციპული ცვლილება ის, რომ დღეს ამისათვის საჭირო არის, რომ მთავრობა მიმართოს სასამართლოს და მომავალში თუ ეს ცვლილება განხორციელება, ამის საჭიროება აღარ იქნება. თუ ეს ასე არ არის და თუ ჩვენ ვიტყუებით, თუ უმრავლესობა გაგიჟდა და ტყილა გამოდის ამ ტრიბუნალზე, ტყილა ყვირის, ამის მარტივი ტესტი არსებობს, გავაგზავნოთ ეს ცვლილება მანივალთან, გავაგზავნოთ ევროპის საბჭოში და დაველოდოთ რეკომენდაციას. თუ ისინი გვეტყვიან, რომ ეს ცვლილება არის უკეთესი და ამის შედეგად ფინანსური მონიტორინგის სამსახური გახდება უფრო დამოუკიდებელი და უფრო ეფექტურად იმუშავებს, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ საერთოდ და მივიღოთ ეს ცვლილება. თუ არა და კიდევ მეორე სასწრაფო, ამ შემთხვევაში არაფერი არ არის და ეს დაადასტურა ბატონმა დავითმა, რომელიც გუშინ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით არანაირი პრობლემა რეალურად არ არსებობს. სხვა შემთხვევაში გავიმეორებ უბრალოდ რა პრობლემას გამოიწვევს, ეს გამოიწვევს იმას, რომ მოიშლება ფინანსურ ინსტიტუტებზე ზედამხედველობის არსებული არქიტექტურა, მთავრობას ექნება ტოტალური კონტროლი და კიდევ მეორე სინამდვილეში რეალურად რუს ოლიგარქს ექნება ტოტალური კონტროლი საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებზე, რაც შეამცირებს ჩვენი ფინანსური ინსტიტუტებისადმი სანდოობას, რაც გააუარესებს საინვესტიციო გარემოს, შესაბამისად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას, დასაქმების პრობლემას გააუარესებს და ასე შემდეგ. ყველა ეს პრობლემა, რომელიც დღეს ისედაც დგას ქვეყნის წინაშე, კიდევ უფრო გართულდება და არ მოგვარდება. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო უმრავლესობის წევრებს, რომ დაფიქრდით, სანამ ამ ცვლილებას დაუჭერთ ხაზს. დიდი მადლობა.